ბრიუსელი და ვაშინგტონი თამაშის ახალ წესებზე თანხმდებიან. სოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას 1,7 ტრილიონი ევროს ოდენობის ურთიერთვაჭრობაში კორექტივების შეაქვთ და ახალ სავაჭრო პარამეტრებს ადგენენ. ამერიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში შესულ ევროპულ პროდუქციას 30-ის ნაცვლად 15%-იანი ამერიკული ტარიფი შეეხება. ევროკავშირის ქვეყნები კი ამერიკის შეერთებული შტატებისგან 750 მილიარდი დოლარის ოდენობის ენერგომატარებლებს შეისყიდიან. ისევე როგორც სამხედრო ტექნიკას. ეს ყველაფერი მომდევნო 4 წლის განმავლობაში მოხდება. ევროპელები დათანხმდნენ ამერიკულ ეკონომიკაში დამატებით 600 მილიარდის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებასაც. რაშიდა როდის უცნობია. ეს შესაძლოა ყველაზე დიდი გარიგებაც კი იყოს ყველა მიმართულებით. საქმე გვაქვს გიგანტურ შეთანხმებასთან, ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებით. ვფიქრობ შესანიშნავია, რომ თამაშების ნაცვლად გარიგებას მივახციეთ. ეს კარგი ამბავი, კარგი შეთანხმებაა ყველასათვის. ცნობილია, რომ 50%-იანი ტარიფები, რომელიც დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ყველა ქვეყანას ალუმინისა და რკინის იმპორტზე დაუწესა, ევროკავშირის შემთხვევაშიც ნარჩუნდება. გარკვეულ პროდუქციაზე კი ტარიფებს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალაში ტოვებენ ევროპელებიც. ამასთან არ ზუსტდება რაზე. განიხილება, რომ ევროკავშირმა მანქანების წარმოებაში ამერიკული სტანდარტები აღიარონ, რაც იმას ნიშნავს, რომ შტატები ავტომობილების ევროპაში გაყიდვას შეძლებს. Today's deal creates certainty in uncertain times. ეს დიდი გარიგებაა, რომელიც იძლევა სიცხადეს გაურკვევლობის დროში. მას მოაქვს სტაბილურობა და პროგნოზირებადობა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს, ბიზნესებისთვის და მოქალაქეებისთვის. ჩვენ ჩავანაცვლებთ რუსულ გაზსა და ნავთობს ამერიკის შეერთებული შტატებისგან ნაყიდი ხელშესახები რაოდენობის გათხევადებული ბუნებრივი აირით, ასევე ნავთობით და ბირთვული საწვავით. ეს იყო რთული მოლაპარაკებები, მაგრამ კარგ შედეგამდე მივედით. ენთუზიაზმს არიზიარებს ევროპელების დიდი ნაწილი, რადგან ფართო გაგებით მიიჩნევა, რომ ეს შეთანხმება ამერიკისთვის გამარჯვებაა, ევროპისთვის კი მტკივნეული კომპრომისი. თუმცა, მთავარი მიზანი, რომელზეც ევროპა გათვალსაკეთებდა, მეტი სიცხადის მიღება იყო. ამიტომ ევროპელები არასასრული შეთანხმების მიმართ ბოლომდე მკაცრები ვერ არიან. უფრო ღიად საუბრობენ ანალიტიკოსები, სადაც ამ გარიგებაში ვაშინგტონის უპირატესობას აღიარებენ, თუმცა მასში ევროპისთვის სასარგებლო ელემენტსაც ხედავენ. This agreement is very troublesome. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ეს გარიგება პრობლემურია. ეკონომიკური გაგებით ვიტყოდი, რომ ევროპისთვის ეს შესრულებადი პირობაა, მიუხედავად იმისა, რომ ის ცალსახად ტრამპის გამარჯვებაა. დიახ, ეს ყველაფერი აჩვენებს ევროპის სისუსტეს, რაც ცუდია, თუმცა რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანაცვლოდ მიიღო, ვფიქრობ, მათთვის უფრო ცუდი შედეგია, ვიდრე ჩვენთვის. Die Börsen mögen bekanntlichermaßen keine სავაჭრო ბირჟებს არ უყვართ გაურკვევლობა და ამ მხრივ სიცხადე გაჩნდა, თუმცა ეს გარიგება უდიდესი გამოწვევაა ამ წარმოებლებისთვის. საკუთარი ტაქტიკით დონალდ ტრამპმა წარმატებას მიაღწია, ფონ დერ ლაიენი კი ზეწოლის ქვეშ იყო. ბევრი არჩევანი არ ჰქონდა, ამ სიტუაციიდან საუკეთესო უნდა მიიღო. მას ძლიერი ბერკეტები არ ჰქონია. 750 შეთანხმების სრული ვერსია ჯერ საჯარო არ არის, ამიტომ ევროპელების ნაწილი მისი შეფასებისას ფრთხილობს. ნაწილი კი მომხდარ საკუთარი არგუმენტების გასაძლიერებლად იენებს. ეს როლი ტრადიციულად საკუთარ თავზე ბუდაპეშტმა აიღო. არასაჭირო ესკალაციის თავიდან არიდებისთვის გადახდილი ფასი მისაღებია ბერლინისთვის. კანცლერი მერცი არ მალავს, რომ უკეთეს ისურვებდა, თუმცა მზადაა ევროკომისიას მხარდაჭერა გამოუთქვას. ამაში მარტო არაა. Valoro el esfuerzo que ha hecho la Comisión Europea. ვაფასებ ევროკომისიის ძალისხმევას და ნებისმიერ შემთხვევაში მხარს ვუჭერ ამ შეთანხმებას, მაგრამ განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე. რა უნდა გაეკეთებინა ევროპას? ვფიქრობ, მთავარი გაკვეთილი, რაც საერთაშორისო მიმდინარე პროცესებიდან უნდა გამოვიტანოთ ისაა, რომ ევროკავშირმა წინ უნდა წაიწიოს სტრატეგიული ავტონომიისა თუ სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით. გვჭირდება დივერსიფიკაცია. ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიღწეული შეთანხმებით წარმატებით იქნა აცილებული სავაჭრო კონფლიქტი, რომელიც მძიმედ დაარტყამდა გერმანიის ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკას. ევროკავშირის ერთიანობამ და მომლაპარაკებლების შრომამ შედეგი გამოიღო. ჩვენ შევძელით ჩვენი ძირითადი ინტერესების დაცვა. სტაბილური და პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობები ბაზარზე წვდომით სარგებელს მოუტანს ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მყოფ ყველა ადამიანს, როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებლებს. პირველი შეხედვით, რასაც ვხედავ, ის არის, რომ ეს არ არის პრეზიდენტ ტრამპსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის მიღწეული შეთანხმება. არამედ დონალდ ტრამპმა ურსულა ფონ დერ ლაიენი საუზმეზე შეჭამა. აი რა მოხდა.
ბრიტანელებთან მიღწეული შეთანხმება გაცილებით უკეთესი იყო. ევროკავშირთან მიღწეული კი უარესია, ამიტომ რთული იქნება მას წარმატება უწოდო. ვფიქრობ, პოზიტიურია, რომ შეთანხმება მიღწეულია. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ესკალაციას მოულოდნელი და გამანადგურებელი შედეგები ექნებოდა. მკაფიოდ ითქვა, რომ არის სექტორები, რომლებიც საკმაოდ მგრძნობი არიან. ასეთია ფარმაცია, ავტომობილები. ისინი ამ 15%-ში ხვდებიან. მნიშვნელოვანია შევხედოთ სოფლის მეურნეობის საკითხებს. ბევრი ელემენტია, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ გვაქვს. სწორედ ამიტომ არ შემიძლია გარიგების სრულფასოვნად შეფასება. პირობები შესასწავლია, წინ ბევრი სამუშაოა ევროკავშირის დონეზეც და ეროვნულ დონეზეც. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა მსოფლიო ვაჭრობის მესამედს შეადგენს და ის პროდუქტებთან ერთად მომსახურებასაც გულისხმობს. ევროკავშირში წარმოებული პროდუქცია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შედის, საგრძნობლად აღემატება ამერიკულ პროდუქციას, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ხვდება. გასული წლის მონაცემებით ციფრები დაახლოებით ასე გამოიყურება. 606 მილიარდი 370 მილიარდის წინააღმდეგ. ევროპელების სასარგებლოდ. ამ დეფიციტს ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულ პრობლემად მიიჩნევდა და მის აღმოფხვრაზე მუშაობა მუქარის შემცველი განცხადებებით დაიწყო. 1 აგვისტოდან ევროპულ იმპორტზე ტრამპი 30%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავდა, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ.